ჩამისთეთ? ძალიან მომენატრაბებია ჩემი. სოციალურად ჩამოდიოდა ხოლმე ქალაქში, მაგრამ რაც მარჯვენა საჭიანი მანქანები აკრძალეს, ვეღარ ჩამოდის. გადაწყვიტე, რომ მეციდან ჩავსულიყავი ბებოსთან სოფელში. ჩავედი თუ არა სოფელში, ეგრევე ფუნაში ჩავჩექინდი. შევედი სახლში და მოვინახულე ბებო და ყავადავლიეთ და მოვყევი მე თბილისურ ვაკურს, აბურთალაურს ვეწყური ამბები რაღაცები. იმანაც მომიყვა ინდურ, თურქულ, ბრაზილიური ამბები და ესე ვილაპარაკეთ ბევრი. მე და ბებამ გადაწყვიტეთ, რომ ბირჟაზე გავსულიყავით და იქ ხალხი გვენახა. ამ სოფლის ბიჭებს რომ დავაკვირდი, ერთ რამეს მივხვდი. იმენა წინასწარმეტყველები არიან რა. რომ დამინახეს ესე ამოწე, რომ დედა მოუაო ამასო, დედა მოუაო რა. ხო და კვირის ბოლოს მართლა დედა ჩემი ჩამოვიდა რა. ძალიან განათლებულები არიან თან, თქვენ არ გეგონოთ, რომ რამე არ იციან. მილიონი ფილმი ქონდათ ნანახი, ყველა ჩამომითვალეს და არ ვიცოდი, აი, რაღაცა ხორი გაწვა კანაოში, გაზის კანტონის ბიჭები, მე გიტარე ხიდის ქვეშ, ახმაგიდოს თავგადასავალი. რავი, აი, ძალიან ბევრი ფილმები და თან რო ვამბობდი, რომ ალსე არ ვარ, მეთქი ძალიან მაგრა იცინოდნენ რა. სხვა მხრივ ძალიან ყურადღებიანი ტიპები არიან რა, მართლა, აი, დილით ძრახას რომ მოწველიდნენ, იქ ყველს გააკეთებდნენ რაღაცა კარაქს, რაღაცა და მე მოგქონდათ ხოლმე რა, ჩვენთან ხო და ისე გამოდიოდა, რომ დილას ეგენი ძრახას წველიდნენ და საღამოს მაგათ მე ვწველიდი რა. აუ, ჩემ სიცილზე რა, იქ, მე ხა სადაც არის სიცილი, ეს ახლა ვიცინი და იქ გამახსენდა ეგრევე ყველაზე სუეცკი ცხოველები ვაფშე ცხვრები ზუსტად ეგრე აკეთებენ აი ზუსტად ეგრე რა და ბახადო სადაც ეგენი ცხოვრობენ მაგარი უცნაური რაღაცა იყო სუემემდე მსრები ყრია რა ხო და ცხვრებზე ბევრად უფრო სუეცკები არიან იცი თუ ინ ბატები აი ტუჩები სუმზად აქვთ რომ სელფი გადაიღონ რა აი სულ ესე აკეთებენ რა სოფელში პროსტა ცხვრებს და ბატებს რომ დავაკვირდი, მივხვდი ერთ რამეს რა, შეიძლება ადამიანი იყო და იყო გოიმი, მაგრამ შეიძლება იყო ცხვარიან ბატი და ძალიან სუეცკი იყო რა. ისე გოიმები არიან იქ სოფელში ადამიანები, აბა რა არიან? ისე ტვალეტებს აშენებენ ხალხო, რომ დაქალს იქ ვერ შეიყვან. სარკე იქ არ არის, რომ სელფი გადაიღო. სიგარეტს ვერ მოწევ, იმიტომ რომ სუღრიჭოები აქვს და ბოლი გამოდის და უეჭველი იწვევი მერე. ტუალეტი სხვა რისთვის არის საჭირო, მე ვერ გავიგე რა. მარტო ყველაფრის კეთება მოსაწყენია და რა ხარ მარტო ვიყავი ჩასული. იქ გადაწყვიტე, რომ ვინმე პაძელნიკზე მეჩალიჩარა და ერთი ძალიან საფრელი გოგო ერთი ძალიან კაი გოგო იყო რა, თეკლე და ის ჩავიპაძელნიკე რა და ერთად დავდიოდით ხოლმე მდინარეზე. ისე ეს სოფელი გოგოები ძალიან მცივანები არიან რა, ყველა ჩაცმული ვანაობს, გამოვყედი. კიდე მდინარეზე ერთ რაღაცას მივხვდი რა, მდინარე თუ დენს გირწყავს, ესე იგი ბრაკონიერთ ზაზა სახში არ არის რა. ეგ ზუსტად არ ვიცი რა სიშასვარა, ეგრე ამბობდნენ. კიდე მე და თეკლე მდინარის ნაპირასაც ვეწევოდით ხოლმე სიგარეტს. მაგრამ მე თეკლე სახში გაუგეს იმ პოჩი, რომ ულაშები გაუყვით ხდა და ძალიან ეჭყობდნენ. ჩემზეც გაიგეს, მაგრამ მე ცუდად ვაფშე არ მომექცნენ. ვირზე შემსვეს და მაკატავეს, ესე უკუხმე და რაღაც დავახებს მესრადნენ რა, აი რაღაც აბაზანების კონჩი, ეთყობა იქ რაღაცა იქაური ის არის, არ ვიცი. ხო, კიდე რას ვიხდი, იცი? რომ აი ეხა ქალაქში ვარ რა და აი ეს ტიპი რომელიც იქ ზის იმდენად გოიმია რომ ვაფშე არ გაუცინია ჩემ ხუმრობებზე რა და სოფელში კიდე ყველა ჩემზე იცინოდა. ვაღია ასო შემძლებია? აი ძალიან მაგარი იყავი.